გაუმარჯოს. რამ ჭირს? ეგ არა თქვენ რაც გგონიათ. რამ ჭირს? აი ეს. მორჩი. თან ვუყურებდი. გადავამთავრე და გადავიტან ამას თავის ადგილას. მაგ ესე ჩაკონციალებულები. ხოდა იმედია წყალი მოვა რომ რიგ გარეშე აბანოში შეგძლო შესვლა. ცენტრალ აღარ მინდა სანამ ალათაც არიელია, უთოს აღარაფერი არ მაქვს. წავედით დაბლა. აიმე გარეთ მზე ჩანს ხალხნო. დღეს ხოთა შორის აი ამ ყველაფერს ვამთავრებთ. ანუ ბოლო პირი უნდა გაუაროს და ხვალე შეგვიძლია ქაღალდი გავაკრათ. Yes. ლა მათი ბავშვები არიან. აბა. აღერაბა თავზე. ღმერთო, რაც ხელა. ბავშვებო. რიჟა, ივანე მარშიკიშვა შეგნით შემოლამს. რატომ ცემს შენ ცხვირზე? რატომ ცემს ცხვირზე? დაგიჭირო თმები დაგიჭირო. მიაუ. ცოტა ხანი გაგრილების დროა. დასვენების. რომელი საათია? თორმეტ ცოტია ქალი ვითავა. ეხა გაშკურკავს და დავალაგებ. ფაქტზე შეოსწარი, როდესაც მტკიცებულების მოპარვას ცდილობდა. რა? ეს რაში დაშინდა? როგორც ჩანს, ბიანკა მიხვდა, რომ მე და შარლოტა ერთად მუშაობდით. ბიანკა შარლოტას ოჯახს დაემუქრა, ანუ შენ. შულმას არ დაეხმარებოდა. დაბლა გავაგზავნე ადამიანის მიუხედავად ფუგოსებდა მე რაღაც იზრდება. აი უგოშან ხაბოლოპრის გამოწმენდა და დაიწყებს დაგროვებას. აი ეს ჩამოუსვათ აიკი. გასვდა. ესეთი შავი საქმე აღარ იქნება დღეს მოჩვენა. Шпатли. Всё. Чё?
fucked. ნუშ. Couldn't negotiate. ესეც ჩვენი წკრიალა ოთახი. სუკასუდა. ჩვენი კატინის ხმარი? ვიღაცის ტუალეტის სუნი შემოდის. რაღაცა სუნი დგა. არა, იცილი სუნია. ეხა გაწვიმდა სავით. და იმის მაგივად რომ ჰაერი გაეწმინდა ხალხმა. ჰაერი ჩაიხუდა. საშინად, აი. სველია ძირს, არა? გათმევს დავაფარე წიწილებს არ დასველდნენ მეთქი. არა საშინელი ბუღი დგა. ეხლა რა გვაქვს წყალი, აი ესე დგა ბაგაში, მაგრამ სულ თეთრი იმიანი ვარ. გაჯიანი კი არა და რა ქვია მაგას? შპაკლიანი ხელები რავი. შევისვენე ხ ცოტა ხანი. ხო და ხა ვიბანავებ. ერთი გრუნტი უნდა წაუსვას ეხა რა ზემოთ და ჭერს ვიწყებთ. და ისა. ბევრი ის გრუნტის წვეთები თუ დაიწვეთება რომ მოვწმინდე. სხვა არაფერი. ამიტომ წყლის გადავლება ხელს არ უშლის საერთოდ არაფერში. აი მაი შენ მიხვდები ახლა შენ კი არა და მარტყოფელები. წყალი წეღან შევედი და ესე იგი მთელი სოფელი ეთხოვს წყალს. ან პასუხს, თან ხო იცით რომ პასუხს ვარავინ არ აღწევს. მაგრამ აი მაის და ეკას ძირთა თქვენ გეუბნებით. აი იმ პოსტებზე მარტო მე ვრიზიანდები თუ თქვენა. აი ესე დროს ვაზელინი ხალხი რო პოსტებს აზიარებს ხოლმე. აი შკაცი ისეთი, ასეთი. თავრობა და მხედრობის პოსტებს ვაზიარებენ ხოლმე ტაშის დაკვირით. და ამ დროს ჩვენ წვიმის წყალზე რო ვართ დამოკიდებულები. რო კითხო არ არის მაგათი ბრა, არ არის მაგათი პასუხისგებლობა, კაცო საერთოდ რო გაყვანილობა ხო გაიყვანეს ახლა და დაელოდე წვიმა, საგე წვიმა მოვიდა ნახევარი ბოჭკა ჩადგა. წავა გავლაღლაღდები და იქნებ ბედნიერი. არა და დღეს წყალი უნდა მოსულიყო წესით. 24 საათიანი წყალი რო შევპირდნენ ხალხნო. მარტო ჩვენ არა, ნორიოშიც, მე მგონი, რავი, ბევრგან. სადაც ესეთი პროექტი გახდა ეთყობა რაღაცა სჭირს პროექტს. გარღვევა ასეთ. 24-იანი ქვია. მაგრამ ბოლო პერიოდია რომ 2 დღეში ერთხელ მოდის თუ გაგიმართლა 1 საათი. თუ გაგიმართლა და ჩემსავით წინა ბანაობაზე უბედური არ დარჩი. ერთად რო ჩაქრა წყალიც და შუქიც და ბოჭკის წყალი რო გადავილე ჩემი კივილი ხახიან თუბანში იცმოდა იცივი წყალი. აბა გაცხელებასაც ხო ვერ დაველოდებოდი. ერთადერთი პატიოსნად აი სრული იმით ვამბობ რომ გაზი არის მარტყოფში. როგორც კი რამეს დააპირებე რომ უნდა გამოირთას წინათხისით გაფრთხილებს ხალხი. რომ ხალხნო იცოდე დაიჭირეთ თადარიგი ამადამ დროს ამადამ საათებში არ იქნება გაზი. ადამიანურად დაწერე. რატო არ აქვს პრეტენზია? მაგრამ ის მიხარია ეხლა. შუქი რო ჩაქრება ხოლმე. იცი რა მიხარია? უბრალოდ შუქი რო ჩაქრება კი არ მიხარია. ყველგან რო ქრება ხოლმე მარტყოფში აღარა ეგ არის კაი. და ინტერნეტში რო სერიოზული პანიკა აწეული. შუქის ჩაქრობასთან სამაგიერად მარტყოფელი ყველაფერს იტანს. სამჯერ ზედიზედ საქართველოს შუქი ჩაქრა და ხალხი გადაირია. იმის მერე ჩვენთან ჩაქრა კიდე. ბევრჯერ ვიღებთ ხმას, არ ვიღებთ.
არაფერზე არ ვიღებ შეუბედურები ხმას. წავალ დავდგები ხლა წვიმის წყალი დამალბობს. გავისაპნები და კიდე გადავივლებ. ხალხნო ესე პატიოსნად დამაცა და ბავშვმა შავი საქმეები დამემთავრებინა. დღეს რო შპაკალი ვწმინდე, ეგეთი რამე არა ყოფილა, თქვენ კიდე ბევრი რამე ვერ ანახეთ. კიდე კაი ნანი აქ არის და სანამ იატაკი მოვრჩი და რაღაცა ამტყებს დაუარა და სუდამი კრიალა და ეგრე. თორე ისა მართლა ვეღარ ვერ გავქაჩავდი რა. დღეს აი შუა დღემდე არ ამიშა, მე მიჭირს მოძრაობა. მე ნაზად დავდივარ სპილოსავით, ერთი აქეთ, ერთი ფეხი, კიდე ერთი აქ. ხოდა იწყალი რო არა, ნერვები მეშლება და მებრაზება და მე ცუდ რაღაცებს კი არ ვამბობ, დამსახურებულად ვამბობ, მაგრამ მე ცუდი გამოდიხარ. ვაი ზაფხულში ხალხი ითხოვს წყალს. ოცდაოთხ საათიანს. რო მესამე დღე არ მოსულა. ეხლა და აი ბაგში გვაქვს ესე. აი თან როგორ აი რო ეჩვევი ადამიანის რაღაცებს თან გამომუშავება ხდება სხვადასხვა იმისა რა ქვია უნარების. როგორ უნდა ისათნა იხმარო ცოტა წყალი. მაგალითად უნდა შევარდე ერთი აი ესე მოუშვა და დაკეტო რომ დასველდე რა და გაიხეხო. წინაზე დასველების გარეშე ვცადე და ძალიან მტკივნეული იყო. გახეხვათ. აი მე რა გვეშველება. ხო და ან უნდა დასველდე ყველა ვარიანტში რა. რომ შრალად ძალიან მტკივნეულია. გეცლება მთელი ტანი კანი. მე უნდა აწიო. და ეს რა ქვია, გადაივლო. თან ფეხებით მაჩაკა უნდა ჭეჭყო, რომ გაეცადოს. რა გვეშველება. სასაცილო როგორ არის სატირელი ეგრე ხო აი ზუსტად ვერ დავალაგე. სასაცილოა სატირელი რო არ იყოს. თუ სატირელია სასაცილო. მოკლედ ხო იცით როგორც. დღეს ბავშვს უფრო არ ველოდები, ვიდრე წყალს ახალხნო. 4 საკლია 15 წუთი. კოშმარია. აი ეს წყალი, ძველი წყალი უფრო კარგად გქონდა ჩვენ, ვიდრე ეს ახალი წყალი. საჯანდაბაში წაიღეთ ის ძველი წყალი, ხა? რატომ მობძღვენით და უარეს დღეს ჩავაგდეთ თვითონ 24 საათიანი წყალი რომ უნდა გქონოდა? ის მაინც ვიცოდით, რომ ასე თუ ისე რაღაცნაირად იყო. ეს არ ვიცით. და რომ პირდაპირ განგებელს რომ დაურეკო, ისიც გატყუებს როდის მოვა, არ იცის იმანაც. არ ეუბნები. აი. ამიტომ ვიღიმებით და მივდივართ. რადგან პატრონი არ აყო. არა პატრონი რო არ ყო, კაი ხანია რა ჩვენ პატრონი არ ყო. თან არ უნდა თქო, რა სიძახის, არაფერი არ უნდა თქო, რა უფლება გაქვს არა. ყველაფერი ავიღე, ხო. არა, მე ცუდი გამოდიხარ. შენ რატო პატივს არ ასცემ იმის. ან ამის იმის ცოლის დის მეზობლის ბაზლის შვილის ცოლის რაღაცას. აი მე წყალი რო არა მაქვს. რო აი ელემენტარული შეიძლება ხვალდასალევიც არ გქონდეს და კაი, კაბას ამოვიბრუნე და მეორე მხრიდან ჩავიცმევ სიტყვაზე. რა ის ბოდიში რა და სულ იცი რაზე მეშლება ხოლმე ნერვები, რაღაცა თანამდებობაზე ხო დგანან. წყალზე არ ვამბობ, ნებისმიერ თემას. ადამიანი რაღაცაზე რომ მუშაობ, არ აქვს მნიშვნელობა შენ ჭურჭელს რეცხავ, მარშრუტკის თუ ავტობუსის მძღოლი ხარ,
კაბინეტში ხარ თუ პრეზიდენტი ხარ. ხო იმისთვის ახარ, რომ ხალხს ემსახურო. ხო მაგისთვის ახარ. მაინდა-მაინც ჩვენთან რათ არის ის, რომ ხალხს უნდა ვემსახუროთ? რო კომართები ვართ. არ გამოხიდე გენაცვალე, არც წყალი არის. ხანდახან შუქიც არ არის. იყავ ძალიან კარგად ახარ სადაც ხარ. ტვინი გაგშენა. აბა ვერას მოვუვოდი. გამეჩქარებოდა. წავედი ხალხო. წავედი შევიდი სანამ ვიღაც დამასწრებს და თლად უბედური დავჩები. აბა ჰე